ის პრობლემები რაც აქვს რუსეთს, ხო, შეუძლებელია მოგვარდეს პუტინის სიცოცხლეში. ლოკოკინა რო დაგესვა რუსეთის საზღვარზე, ჩავიდოდა პოლონეთის საზღვარამდე და ესენი ამათ გაიარეს 5 კილომეტრი. ესეთი ომები, როგორც წესი, მთავრდება ამ მეტროპოლიის საბოლოოდ დაშლით. ეს საკუთარ ტყავზე ომის გამოცდა უფრო და უფრო მოიმატებს. ნებისმიერი მართველი ჩემი აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, ამ ომს დაასრულებს. დამარცხებული ლიდერები და ბელადები და იმპერატორები რუსეთში არ უყვართ. და როგორ გონია უკრაინა მიაღწევს ეგეთ უპირატესობას? საბჭოთა კავშირი, რასაც აგროვება აღწლეულები, პუტინმა დაწვა დაახლოებით 2 წელიწადში. ამ წუთას პუტინს აწყობს, რომ საჰაერო ზავი დაიდოს. მე არ მჯერა, რომ რამენაირი სამშვიდობო შეთანხმება ამ ეტაპზე შეიძლება დაიდოს. მაგაზე კარგად ვერცერთი ეგრეთ წოდებული სამხედრო ექსპერტი ან რაღაც ანალიტიკოსი ვერ ეტყოდა პუტინს, რაც ლუკაშენკომ უთხრა თავისი პირით. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება გადის რუსეთის დამარცხებაზე. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი და დღეს ისევ რუსეთზე ვისაუბროთ გადაცემის სტუმართან ერთად. გადაცემის სტუმარი იქნება ლევან ყურაშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. გამარჯობა ლევან, მადლობა მოგზაურობისთვის. ლევან, რუსეთზე მინდა ვისაუბროთ და ერთი წამით წარმოედგინე, რომ ხარ რუსეთუმე. რა? მეც აგახსოვს. და 2022 წლიდან, მანამდეც, მაგრამ 2022 წლიდან ინტენსიურად იძახი, რომ აი კიევის ამ დღეში რუსეთი ომს იგებს ბიძი, რუსეთს ომი არ წაუგია, ასე შემდეგ და მივედიქით 2026 წელს, როდესაც უკვე რუსეთში ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს ომსკში, რაც აქამდე არ მოხდა არა 2500 კილომეტრზე. როგორ შეიცვალა ომის მიზნები 2022-დან 2026-მდე? რუსეთის SVO-ს მიზნების ევოლუცია. სალამი ზურა, მადლობა მოწვევისთვის. მოდი მე იმას კი არ წარმოვიდგენ, რომ რუსეთუმე ვარ. ასე დროს ვამბობ ხოლმე, წარმოიდგინეთ, რომ 2021 წელია, კორონავირუსის დროს კომაში ჩავარდით და იღვიძებთ 2026 წელს. და გეუბნებიან, რომ რუსეთს ყოველ დღე ბომბავენ. ნახევარი წლის წინ უკრაინა იყო შეჭრილი კურსკის ოლქში და აკონტროლებდა მცირე, მაგრამ მაინც რამდენიმე სოფელს და ერთ მოზრდილ ქალაქს. რუსეთში არის კრიზისი ეკონომიკური, რუსეთში არის რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან. რუსეთს არ აქვს ამ წუთას იმის ფული, რომ საკუთარი მოსახლეობის, ანუ ის მოთხოვნილებები, რაც აქვს, დააკმაყოფილონ, ანუ მთლიანად ომის ეკონომიკაზე არის გადართული. და რუსეთში ამ წუთას არის სიტუაცია, როცა მისი ქალაქები ყოველდღიურად იბომბება. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იღვიძებს 5 წლის კომის შემდეგ და ეს ყველაფერი ესმის. როგორ ფიქრობ, ამას დაიჯერებს? ეგრე შეიძლება ისიც წარმოიდგინო, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე რო იძინებდა, ეხლა რო იღვიძებ. ხო, მაგას შორს ნუ წავალთ, უბრალოდ შორს ნუ წავალთ. ხო, მოკლედ, ანუ რა თქმა უნდა, ამას არ დაიჯერებს და ეს 2021 წელს დაუჯერებელი იყო, ხო? და 2022 წელს დასაწყისში, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც თვლიდით და მე ვფიქრობ, რომ შენც ამ ადამიანების რიცხვში ხარ, რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ამ ომში ვერ მოიგებდა, მიუხედავად ამისა, იმის შემდეგ რაც განვითარდა მოვლენები, ხო? ეს არის ძალიან, ანუ არაპროგნოზირებადი ამბავია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს ამ ომში პრაგმატულადაც და მორალურადაც უკრაინის გამარჯვება გვინდა, მიუხედავად ამისა, ჩვენთვისაც კი ძალიან რთული დასაჯერებელი იყო 2022 წელს დასაწყისში, როცა ეს ომი დაიწყო, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, ხო? რეალურად რუსეთს ამ წუთას ყავს მილიონამდე დაღუპული, დაჭრილი და უგზო-უკლოდ დაკარგული. ფრონტზე აქვს სიტუაცია, როცა უფრო მეტი იღუპება, ვიდრე შევსება აქვს რუსულ არმიას. აქვს სიტუაცია, როცა ათასობით კილომეტრის სიღრმეში რუსეთში ყოველდღე ხდება უკრაინული დარტყმები და ერთადერთი პუტინს რაც დარჩენია, ეს არის რაღაცა ეგრეთ წოდებული შურიზიების იარაღის გამოყენება, ხო? აი ჰიტლერებით, ფაუერთებით და ვუნდერვაფეს ეძებენ. ფაუერთებით და ფაუორებით რომ ლონდონს ბომბავდნენ უძალობისგან და უკვე თითქმის დამთავრებული რო იყო
მეორე მსოფლიო ომი და ყველა მიცოდა უბრალოდ დროის ამბავი იყო ჰიტლერი როდის დამარცხდებოდა და გადავიდა უბრალოდ მასიურად და განურჩევლად ხალხის დაბომბვაზე ზუსტად ასე იქცევა პუტინი ეს არის რაღაც სასოწარკვეთისგან უძალობისგან ახლა იყო რამდენიმე დღის წინ დარტყმები ზედ ნატო სამიტის წინ ხო ამითი რაღაცა ცდილობს აჩვენოს ყველას რომ ის იმაზე უფრო არამზადაა ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ ხო რაც ვნახეთ ეს რაღაც კორპუსების დაბომბვა და ათობით მშვიდობიანი მოქალაქის მოკლა ხო ამას ხო არანაირი სამხედრო მიზანი არ აქვს ეს არის ეგრეთ წოდებული დაშინების კამპანია რომელიც ნანახი გვაქვს ისტორიაში რომ უბრალოდ არ მუშაობს ეს ამას არ უმუშავია არსად ხა დავანებოთ მეორე მსოფლიო ომის თავი აგერ ქონდა ამერიკა ირანის ომი და რასაც ამერიკელები ბომბავდნენ თეირანსაც და ზოგადად ირანსაც იმის მიათედი არ შეუძლია რუსეთს გაუკეთოს უკრაინას მაგრამ მიუხედავად ამისა ესე რაღაცა დაბომბებით და დაშინების კამპანიით ომების მოგება არ ხდება ომების მოგება ხდება მხოლოდ როგორც იტყვიან boots on the ground ანუ სამხედრო ჩექმა კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვანაირად ომის მოგება არ ხდება და რაც შეეხება ჩექმას კონკრეტულ ტერიტორიაზე რუსეთი საშუალოდ მოძრაობს წელიწადში უბრალოდ მოძრაობდა დაახლოებით 5 კილომეტრი წელიწადში 5 კილომეტრის სიჩქარით. ანუ ლოკოკინაზე ბევრად ნელა. წელიწადში ლოკოკინა რო დაგესვა რუსეთის საზღვარზე, ჩავიდოდა პოლონეთის საზღვარამდე და ესენი ამათ გაიარეს 5 კილომეტრი, ხო? და ეს იყო 2025-ის მონაცემების გეუბნები და 2026-ში ეს წინსვლაც აღარ არის. ფაქტობრივად განულებულია წინსვლა და ჩვენ ხედავთ პირიქით უკრაინელებს აქვს რაღაცა ლოკალური კონჩეტევები ხარ ეს რა თქმა უნდა არ არის რაღაცა სტრატეგიული ან ოპერატიული დონის კონჩეტევა და გარღვევა, მაგრამ ის რომ ფრონტზე სიტუაცია შეიცვალა, როცა უკრაინა ახერხებს თუნდაც ლოკალურ დონეზე რაღაც კონკრეტულ კონჩეტევებს, ხო? ეგ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გამოფიტულია რეალურად. გამოფიტულია როგორც მისი ეკონომიკა, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაც ყველაზე მთავარია დაღლილია რუსი ხალხი. ჩვენ რაც უნდა ვეძახოთ ხო რუსებს მონები და რაც უნდა თქვათ რომ მათ არაფერი არ შეუძლიათ ეხლა არ დაგვავიწყდეს რომ მონები უпроსტად თავისუფლები არ იყვნენ არც ნიკოლოზის დროს მაგრამ მაგ არათავისუფლებმა ხალხმა ნიკოლოზი ჩამოაგდო თავის დროს იმიტომ რომ ზუსტად ესეთ წარუმატებელი სამხედრო კამპანიის შემდეგ დამარცხდა ის ომში და ამას მოყვა მერე მთელი ამ цаრისტული რუსეთის ჩამოშლა ხო და ეხლა მერე უარესები მოვიდნენ ხელისუფლებაში ვიდრე цаრისტული რუსეთი იყო მაგრამ ნუ ეგ სხვა ისტორია ყოველ შემთხვევაში დამარცხებული ლიდერები და ბელადები და იმპერატორები რუსეთში არ უყვართ მიუხედავად იმისა რომ მე ახლა არ მაქვს წარმოდგენა რუს ხალხზე რომ ისინი რაღაც თავისუფლების მოყვარე ერია ისინი რომ ასეთად ჩამოყალიბდნენ ჯერ თავისუფლება უნდა მოიპოვონ რომელიც არასდროს არ ქონიათ ხო მათ ისტორიაში არასდროს ისინი თავისუფლები არ ყოფილან თუ არ ჩავთვლით 90-იან წლებს რამდენიმე წელიწადს როცა უბრალოდ თავისუფლები კი არ იყვნენ ანარქია იყო რუსეთში და გაურკვეველი სიტუაცია როცა ბანდები დათარეშობდნენ ამიტომ რუსი ხალხი რომ აქამდე მივიდეს, მაგას ჭირდება წლები და წლები უნდა გავიდეს და ხელისუფლებები უნდა შეიცვალოს. არა, უბრალოდ რუს ხალხს ყელში აქვს ამოსული ეს ომი და თან ახლა უკვე ხო ბოლო ნახევარი წელია საკუთარ ტყავზე გზნობენ და რაც დრო გადის ეს საკუთარ ტყავზე ომის გამოცდა უფრო და უფრო მოიმატებს, ხო? ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რომ უკრაინა დრონებს იყენებს დაუშვათ იგივე ომსკის ქარხნის დასაბომბად, მაგრამ გარდაუვალია რომ მოხდეს უკრაინული ფრთოსანი რაკეტების გამოყენება, რომელიც უკვე ხდება, მაგრამ ჯერ არ აქვს ისეთი მასშტაბი, ხო, ფლამინგოებს გულისხმობ. ფრთოსანი რაკეტების გამოყენება გაიზრდება და ამას აუცილებლად დაემატება ბალისტიკა, რომელიც ბევრად უფრო რთული სამიზნეა ჩამოსაგდებად, ბევრად უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია რუსეთისთვის. მოკლედ ის პრობლემები, რაც აქვს რუსეთს, ხო, შეუძლებელია მოგვარდეს პუტინის სიცოცხლეში და იმ პირობებში, რომ პუტინი არის ძალაუფლებაში. ერთადერთი შანსი რუსებს რაც შეიძლება ქონდეთ, ეს არის უბრალოდ რომ პუტინი ჩამოაშორონ ხელისუფლებას ამა თუ იმ ფორმით ახლა ეს მათი გადასაწყვეტია და მერე დაუჯდნენ უკრაინას და მოელაპარაკონ ნებისმიერ პირობაზე და ერთადერთი პირობა რაც შეიძლება იყოს ამ დროს ეს არის რუსული არმიის გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათ შორის ყირიმიდან და უბრალოდ პუტინი რაც უფრო დიდხანს გაწელავს ამას და რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემენ რუსეთის მოქალაქეები მას რომ ეს სიგიჟეები აკეთოს მით უფრო მეტ შანსს აჩენს რომ რუსეთი იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობს, უბრალოდ აღარ არსებობდეს რაღაცა პერიოდის მერე, ხო? ეხლა თითქოს ახლა წარმოუდგენელი ჩანს ამ ეტაპზე, მაგრამ წეგავ ამბობდი რომ ისტორიისთვის არაფერი არ წარმოუდგენელი. არა, ხო, არაფერი არ არის და თან ახლა წარმოუდგენელი ჩანდა კიდევ ერთხელ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. კი, 2021 წელს წარმოუდგენელი ჩანდა რომ უკრაინა მასიურად დაბომბავდა რუსეთს, ხო? მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი რეალობა. ასეთ რეალობა შეიძლება დადგეს, ჩვენ გვაქვს საუბარი ნეოკოლონიალურ ომზე, რომელიც არაერთხელ მიხსენებია, ხო? ეს არის მეტროპოლია, რომელიც ცდილობს რაღაცა მის ყოფილ კოლონია ისე უკან დაიმორჩილოს მეტროპოლია
რუსია, რომელმაც დაკარგა მისი სიდიადე ბჭყალებში და ესეთი ომები როგორც წესი მთავრდება ამ მეტროპოლიის საბოლოო დაშლით და იმპერიების დაშლით, ასე ყოფილა უამრავი მსოფლიო ისტორიაში და ეს ბედი შეიძლება გაიზიაროს რუსეთმა იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა აი პრიგოჟინისნაირი იქ რაღაცა უცნობი პოლკოვნიკი არ გადაწყვეტს რომ საკმარისია ფრონტზე ხალხის ხოცვა და არ წავა როგორც პრიგოჟინმა გააკეთა პახოდ ნამასკოვ. ხო, მაგრამ მან ერთ საინტერესო სცენარი ისაა რომ ეს წასვლა გააჩნია რა მიზნით იქნება პრიგოჟინი მიდიოდა იმ მიზნით რომ უკეთესად ეომათ და უკეთესად ეხოცათ უკრაინელები. ეგ საჯარო რიტორიკა იყო, იქ არავინ არ აპირებდა ომს დიდი ალბათობით მე არანაირი ომი არ გაგრძელდებოდა. ნებისმიერი მართველი ჩემი აზრით ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში ამ ომს დაასრულებს, იმიტომ რომ ეს ომი არის ეს ნახე როგორ არის ზურა ეს ომი არის წარუმატებელი. მაგაში ხო თანხმდებით რომ წარუმატებელი კამპანია რუსეთისთვის. არავის არ უნდა წარუმატებელი კამპანიის რუსი ნაციონალისტები და პროპაგანდისტები თავად აღიარებენ. ნაციონალისტები კიდე ჯანდაბას პროპაგანდისტები აღიარებენ. ხო, შესაბამისად არავინ ამ ომს არ შეიტენის. ახლა მე არ ვამბობ იმას რომ ვიღაცა პრიგოჟინისნაირი რომ მოვიდეს ახალ ომს არ დაიწყებს ვინმესთან. რუსეთს ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამ ომს ამ კონკრეტულ ომს რუსეთს უკრაინას შორის ამ ომს არც ერთი მართველი პუტინის შემდეგ არ შეიტენის. ყველანაირ პირობებზე დასაქმებიან ისინი, რომ ეს ომი მორჩეს და ხელი შეაწმინდონ ყველაფერზე პუტინს, მათ შორის მისი უახლოეს გარემოცვის წევრები გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ პლენში ვიყავით ძმაო, როგორც ცნობილი ქართული გამოთქმა არის, ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხებოდა, რა გვექნა, მძევლება ვყავდით აყვანილი. ნუ მე არ მგონია რომ ვინმეს უშველის ეს და ისტორიაში გვაქვს ამის გამოცდილება, როცა ასე ამბობენ. სხვა გამოცდილება გვაქვს. პირობითად რო ავიღოთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე გერმანიაში გასამართლდა რაღაც რაოდენობა სამხედრო დამნაშავეების, მაგრამ პირობითად საბჭოთა კავშირმაც და დასავლელმა მოკავშირეებმაც დიდი ნაწილი რაღაც ტიპების იძულებული მთელი მას ვერ მე არც მაქვს იმის რაღაც არ ვარ ეგეთი რუსეთის აუცილებლად იქნება ვიღაც ტიპები მე არ ვარ ისეთი შერჩება მე ამიტომ რომ მეგონოს რომ ყველა აბსოლუტურად ყველა დამნაშავე დაიჯება ეს არასდროს არსად არ მომხდარა ასეთ რაღაცა მაგრამ ის ვინც თავარი პროპაგანდისტები არიან ვინც ამ ომის თავარი სახეები არიან ისინი რაღაც ფორმით მაინც დაიჯებენ თუ არ გაასწრეს სადმე კი აი შენ თქვი ომს არ შეიტანისო და კიდე ახსენე რომ აი ომის დაწყებამ და იშვიათ გამონაკლისი ვარ რა მხრივ რომ ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა ბიჭო რომ პუტინი შევარდებოდა უკრაინაში და გეტყვი რატო მეგონა პუტინი ოპორტუნისტი ტიპი რომელიც მხოლოდ აი ნაღდზე მიდიოდა ესე რომ ვთქვა ჟარგონზე მიდიოდა პატარა ქვეყნებთან ან ისეთ შემთხვევებში მიდიოდა ომზე ან კონფლიქტზე ან გამწვავებაზე როდესაც ამის ეს ვთქვათ, როცა წაგების შანსი იყო მინიმალური, იმიტომ რომ აი პირობითად თურქებმა რო ჩამოუგდეს თვითმფრინავი 2015-ში, რა, წუთ ნახევარი გაატარა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცეში, რა, ის რაც უამრავჯერ შერჩენია ევროკავშირის ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა, ერდოღანმა წუთ ნახევარში ჩამოუგდო თვითმფრინავი და რუსულად რო იტყვიან უჭეორსა, რა, აი ძალიან კარგად შერჩა ხახვივით ერდოღანს, რა და მეთქი რაციონალური ტიპია და ნუ რაც ცუდად დეევს რისი აღებაც შეუძლია დიდი დანაკარგის და რისკის გარეშე მხოლოდ ეგეთ სიტუაციებში გაყოფს თავს და ნიშნავენ მომენტი ჩემთვის იყო რა იცი 250,000-იანი დაჯგუფებით აპირებდა უკრაინის აღებას და აი ნებისმიერი ადამიანი გეტყოდა უბრალოდ მე ახლა პოსტფაქტუმ აღმოჩნდა გარდა იმისა რომ ფაქტი ხომ ნახეთ რომ შევარდა და კიევამდე მიდიოდა კოლონებით პოსტფაქტუმ პოლონი დაუწუნეთ იმაში რომ რამდენად არასწორ წარმოდგენას უქმნიდნენ თავისივე სპეცსამსახურები ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი თორე ნებისმიერი სამხედრო ეტყოდა რომ 250,000 სამხედროთი საქართველოში არ უნდა შეიჭრა გაცილებით მცირე ქვეყანაში მასშტაბით და ტერიტორიით ხალხით და აშენო არათუ ევროპაში მეორე ქვეყანაში სიდით თავად რუსეთის მერე რა მაგრამ ეგ არის რაღაც უკვე წარსულის ნაწილია რა ამას ვერ დააბრუნებ რაც იყო ეგ შეცდომებით დაშვებულია ეხლა ამ პირობებში პუტინს მაინც აქვს მომავალი მაგასაც ვერ ვიტყვი ეხლა რომ სიტყვაზე ფრონტის ხაზი გაყინოს რაღაც
ხანი შიგნით შეიძლება გაუჭირდეს ცოტა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება პრინციპში შეიძლება თანახმა აღმოჩნდეს ფრონტის ხაზის იქ გაყინოს, სადაც არის ყოველგვარი ყირიმის დაბრუნების და ასე შემდეგ გარეშე. და აი ყირიმის დაბრუნებასაც შეეხება და მაქსიმალისტურ მიზნებს. იმისთვის რომ რომელიმე მხარე მიაღწიოს მაქსიმალისტურ მიზნებს, უნდა მიაღწიონ გარდამტეხ უპირატესობას და როგორ გონია უკრაინა მიაღწევს ეგეთ უპირატესობას? სამხედრო თვალსაზრისით გულისხმობ? ხო. არ არის აუცილებელი რომ ეს სამხედრო თვალსაზრისით იყოს გარდამტეხ უპირატესობა. პირველი მსოფლიო ომის სცენარი მაშინ რასაც შენა. ზუსტად. ისე გაუჭირდეს რუსებს. ხო, ეს გაჭირვება რაღაცა ის ხო არ არის ფანტასმაგორიული მოვლენა, ხო არ არის ჩანს უკვე რომ უკვე აღარ. ხო, ანუ ეკონომიკაც ცუდ დღეშია, მოკლედ, ჩვენ თქვი რომ უმცირესობაში ვიყავი, ვინც თვლიდა რომ შეიძლებაოდაო. მეც მინდა რაციონალური მოწოდება, მაგის კაი კაცობაზე კი არ იყო საუბარი. ხადია ხა მაგის მილუზე არავის არ ჩვენ და არც მე არ გვაქვს რა თქმა უნდა. მეც მაგაზრზე ვიყავი რომ არ შეიძლებოდა და მეც ვთვლიდი რომ კი რაღაცა სიგიჟეები აქვს ნაკეთები ცხოვრებაში, მაგრამ როცა რაღაც რაციონალი ჩაერთვებოდა, ყოველთვის მე უკან იხევდა ხოლმე რაღაც მომენტებში. მათ შორის რუსეთის შიგნითში და პოლიტიკაშიც არაერთხელ ყოფილა, როცა რაღაცა ზედმეტი მოსვლია, მივხვდარა და უკან დაუხევია. ოღონდ როგორი მომენტია, იცი? როცა ამდენი ხანი ძალაუფლებაში ხარ, ეს რაღაც პუტინის ექსკლუზივი კი არ არის. როცა ამდენი ხანი ძალაუფლებაში ხარ, როცა სიმართლეს არავინ აღარ გეუბნება, როცა კრიტიკა აბსოლუტურად გამქრალია, ხო? მე პუტინი და ის რა ბირთვული სახელმწიფოს მეთაური კი არა, აქ ხალხს ვიცნობ, რა ვიცი, ჩვეულებრივი რაღაცა უფროსებს ვერ უბედავენ სიტყვის შებრუნებას. წარმოიდგინე, აი ჩვეულებრივი, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ძალაუფლება არ აქვს, ხო? ასეთ ხალხზე ვერ ბედავენ სიტყვის თქმას. და წარმოიდგინე ახლა რა ხდება შენ მის კაბინეტში, როცა იქ რაღაცა წითელი პაპკებით გენერლები დარბიან და ეს ამბობს რომ აი ბიჭებო, ასე რო წერტილი ავიღეთ? კი, ბატონო პრეზიდენტო, ავიღეთ. დამთავრდა. მე აი ესე ხდება ეს ეგრეთ წოდებული ზაკრეშენიენ რო ხდება, ხო? რუკის შეღება რო ხდება და მე პოსტფაქტუმ ხალხს ახოცავენ, ხო? იგივე მოხდა მაგალითად კუპიანსკის შემთხვევაში. და ახლა კონსტანტინოვკაზე არის იგივე გუშინ მოახსენეს რომ თუ გუშინ წინა რამდენიმე დღის წინ მოკლედ რომ აი კონსტანტინოვკა ავიღეთ ხო? ბევრჯერ მოახსენეს. კი, ბევრჯერ მოახსენეს და ლუგანსკის ოლქი გაათავისუფლეს, როგორც თვითონ ეძახიან გათავისუფლებას, მესამე თუ მეოთხედ უკვე სრულად გათავისუფლებას. თვალსაც აზრი არ აქვს. ხო, ანუ ხო ხდები, აი ესეთი რაღაცა თავის ბაბში ცხოვრობს, ახლა თლად ბოლომდე მოწყვეტილი კი არ არის რეალობას, მაგას კი არ მომხ, მაგრამ ის კრიტიკული მომენტი ხო, როცა გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, კი ან არასასარგებლოდ, ხო? მან ხო ბევრი ფაქტორი მუშაობს. და იქ კრიტიკული ინფორმაცია და ნამდვილი ინფორმაცია არის უმნიშვნელოვანესი, როცა ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს იღებ. და იმ დროსაც კი, მათ შორის 2022 წელს, პუტინს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც რეალობასთან ახლოს არ იყო. პუტინმა რაც დაიწყო რეალურად, მას ომი არ დაუწყია, მართლა სპეცოპერაცია დაიწყო. ის ჯარი, რაც გეთახმები შენ 220,000 კაცი, არაფერში არ არის საკმარისი. მარტო მართლა სპეცოპერაციისთვის არის საკმარისი. შეუძლებელია 220,000 კაცი დეომო 35 მილიონიან ქვეყანას, ხო? არ არსებობს ეგეთი რამე. გათვლა იყო ეგრეთ წოდებული რაღაც ნასკოკით კიევში შესვლაზე, გათვლა იყო იმაზე რომ ზელენსკი გაიქცეოდა, იმიტომ რომ კლოუნია კაცო და ნარკომანია კაცო, ხო ეს როგორი რაღაც არის, ცი მითებს იგონებენ. და მე უკვე ამ მითებს თავად იჯერებ. ყოველ ცუდია, როცა საკუთარ ტყუილს თავად იჯერებ. ზუსტად, მაგას ვამბობ, ანუ საკუთარ მითებს და საკუთარ ტყუილებს რო თავად იჯერებ, ეგ არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაგემართოს ცხოვრებაში. ანუ სასურველს რო რეალობად ასაღებ, რომ ზელენსკი გაიქცევა და უკრაინელები აღარ იომებენ, იარაღს დაყრიან უკან რაღაცა როსგვარდიის ფარებიანი და რეზინის ხელკეტებიანი მანქანები მოყვებოდა, რომლებსაც მე რაღაცა კიევში პარადი რო ჩატარდებოდა რუსების და უკრაინელების, ალბათ ეგრე წარმოედგინათ, გაერთიანებული რაღაცა. რომ ამას ვიღაცებ თუ გამოხდებოდნენ დიმიტრი იაროშისნაირი ტიპები, რომ თავში რაღაც რეზინის ხელკეტი ჩაერტყათ და დაერბიათ მოკლედ, გაეყარათ ხრეშატიკით. ეს იყო მაგათი მიზანი, უბრალოდ პუტინის ბედი, რომ უკრაინის არმია იმ წუთას არ წარმოადგენდა იმ ხელა ძალას, რასაც წარმოადგენს ახლა. თორემ იმ დროს 2022 წელს უკრაინას იმ შესაძლებლობების ნახევარი მაინც რო ქონოდა, ნახევარი კი არა, მეოთხედი მაინც რო ქონოდა, რაც აქვს დღეს. პუტინის არმია კი არა, ეს ომი დამთავრდებოდა 2022 წლის aprili-მაისის თვეში და დამთავრდებოდა სრული განადგურებით პუტინის არმიის. უბრალოდ
უკრაინის არმია იმ წუთას არ იყო ესეთ სიძლიერე, ეს ფაქტია. უკრაინის არმიაც მათ შორის დაახლოებით თუ ვცდები 150,000 კაცამდე იყო მთელი ყველა შენაერთით, ჰქონდა მათ შორის ტექნიკის სერიოზული დეფიციტი. იარაღის მთელი ნომენკლატურა იყო საბჭოთა პირობითად გიაცინტი, პიონი და ტე არა, გიაცინტი და პიონი ისვრის უბრალოდ საქმე იმაშია, რომ რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ და პლუს ამას კი არ ვაკნინებ, უბრალოდ ნომენკლატურა იყო თავიდან ბოლომდე საბჭოთა იარაღი ჰქონდათ. დემილიტარიზაცია, რაც პუტინის ამოცანა იყო ეს გაცხადებული, დემილიტარიზაცია თუ კი ვინმეს მოხდა, უფრო რუსების და უკრაინის შემთხვევაში პირიქით. რეალურად რო აიღო შეიარაღებით, დრონებს საერთოდ რო შეეშვა, ნატოს ქვეყნებიდან უკრაინას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მხოლოდ თურქეთთან. ნუ ამერიკას საუბარი არა, იმიტომ რომ ამერიკა მაინც უპირობო ლიდერია და დიდი ხანი დარჩება. ხა ეგ ამერიკას შემდეგ ბირთვულ შესაძლებლობებს თუ არა იღებ, რაც ინგლისს და საფრანგეთს აქვს, დანარჩენ ნატოს ქვეყნებს უკრაინა ყველას აღემატება არა მარტო საბრძოლო გამოცდილებით, არამედ იმ იარაღით, რომელიც მას აქვს, თავისი თუ გადაცემული და ამ შემდეგ. პუტინმა საკუთარი არმია ჩააყენა როგორ მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირი, რასაც აგროვებდა 10 წლეულები, პუტინმა დაწვა დაახლოებით 2 წელიწადში. აბა, საბჭოთა მარაგები გახარჯეს, მაგაზე 10 წლეულები აგროვებდა. მაგაზე სულ გიждები, წარმოიდგინე საბჭოთა კავშირი ემზადებოდა ლევან ევროპასთან, ნატოსთან საუბრობ. ხო, კომის ყველა სცენარი, რომელიც აი შტაბნე უჩენია, საშტაბო სწავლებები თუ სამხედრო თამაშები და ის რაც იყო, რა, აი ტოცკის პოლიგონის ცნობილი ბირთვული სწავლებებიდან მოყოლებული იყო, რომ რამდენიმე რაღაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის დარტყმა, მერე იქ დივიზიების დაძვრა და ძირითადი ბრძოლების სცენარები იყო დაახლოებით აი მეორე მსოფლიო ომის პროხოროვკას ბრძოლა რა, სატანკო შენაერთები, ჯავშან-სატანკო ძალები ვარდებიან, სადღაც არტილერია და ჯავშან-სატანკო რაც ამათ ჰქონდათ საბჭოთა კავშირი რომ ემზადებოდა მთელ მსოფლიოსთან საომრად, ტიპმა გახარჯა 4 წელიწადში, საბჭოთა მარაგები გახარჯეს. 4 წელი არ დაჭიროებია ბოლო წელში ფაქტიურად აღარ დღეს უკვე აღარ არც იყენებდა, აღარც ხდება სურათები მაგალითად დასაწყობების ბაზებიდან, რომ აი სადაც შემცე და უკვე всё. გარეთში გამოტანა შეიძლება და გამოტანილი აბსოლუტურად ისი მოხსნა შეიძლება და კოშკურა იქნება, ძრავი თუ რაღაცა მოხსნილი. უბრალოდ ფაქტია, აი როგორ გითხრა, განმაცვიფრებელი ფაქტია, რომ საბჭოთა რესურსები გახარჯეს უკრაინაზე, ერთ ქვეყანაზე გახარჯეს. უკრაინაზე კი არა, დონბასში. აი, დაახლოებით 40 კილომეტრიან იმას მონაკვეთზე არის ჯართად ქცეული საბჭოთა კავშირის 40 წლის ნაგროვები ტექნიკა, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირი დაპირისპირებოდა ნატოს. ამისთვის აგროვებდა ხო რეალურად საბჭოთა კავშირში ეხლა მონღოლეთთან ხო არაპირებდა ომს ან რა ვიცი ვინ თქვა კიდე რაღაც ახლო სირიასთან აპირებდა ნატოსთან დაპირისპირებას ხო? ეუბა ოდერზე უნდა ყოფილიყო ომი. კი და ათასობით მარტო ტანკი არ უნდა მე რაღაც ჩვენ ზეპირად კი არ ვლაპარაკობ. ყველა ტანკი განადგურებული არის აღწერილი. რასაც ვამბობ, დაახლოებით 4000 ტანკამდე არის აი 40 კილომეტრიან დონბასის ფრონტზე დაჟანგებული ცეცხლისგან გახუნებული თუ გაშავებული და ეს არის ფაქტი. ათასობით მარტო ტანკი, 10000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჯავშან ტექნიკა, ზელენსკის როყვება ანეკდოტს ხო? რუსებს ეკითხებიან რომ ანუ რა ხდებაო და ნატოსთან გვაქვს ომიო და მე რავშებითო ჩვენო და ნუ 4000 ტანკი დავკარგეთო, 10000 ჯავშან ტექნიკაო, 300 თვითმფრინავიო და ნატოს რა ჭირსო და რა შვებიან ისინი? ნატო ჯერ არ გამოჩენილა. აი ეგ ჭირთ რეალურად ამ წუთას რუსებს. ანუ ნატო ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ რისთვისაც საბჭოთა კავშირი ემზადებოდა 40 წელი, ის ტექნიკა უკვე არ არსებობს. არის დონბასის სტეპებში. აი ეს არის მოცემულობა და ამას გადასარევად აცნობიერებენ თავად რუსებიც. ისე კი არ არის რომ აქ ხშირად უყვართ თქვა რომ აი რუსები პროპაგანდამ გამოათაყვანა. არაფერი არ გამოუთაყვანებია რუსეთ პროპაგანდას. რუსეთში ყველა მიცის ყველაფერი გადასარევად. ეხლა არ გულისხმობ ვიღაცა სადღაც გლუბინკაში ვიღაცა ბაბუშკას, ხო? ეს არ არის. ახლა მნიშვნელოვანი ძირითადმა მასამ
ყველაფერი იცის გადასარევად და მათ შორის ახლა ბამბოლო პერიოდში რო იდება კადრები რომ ვიღაც ქალები გადაუდგნენ ავტობუსებს რომ მათი ქმრები არ წაეყვანათ კომისარიატიდან ხო პენზაში იყო და კიდე რამდენიმე რეგიონი და პენზა იყო თორსა ხო ანუ ეს რატო ხდება რეალურად იმ ხალხს 200,000 რუბლს უხდიან ხელფასს რომელიც არის ძალიან დიდი ფული ყველა მოსკოვისთვისაც ძალიან დიდი ფულია და აღარაფერს ვამბობ რეგიონებზე და ეგრეთ წოდებული პადიუმის ანუ ერთჯერად გადახდას ხო ერთჯერად გადახდას რამდენი 2-დან 4 მილიონამდეა ხო 2-დან 4 მილიონამდე რუბლი შეიძლება იყიდო კაი ბინა რა ეხლა ოროთახიანი ბინა მოგივა რეგიონში მოსკოვში ვერ იყიდი მაგრამ რეგიონში ოროთახიანი ბინას იყიდი ერთი უბრალოდ კონტრაქტს ხელს მოწერთ ამ ქალებს შენ გონია ეგ ფული არ უნდა ცხოვრებაში არ უნახიათ ერთად 4 მილიონი მაგრამ გადასარევად იციან რომ იქ ფრონტზე მოხვედრა ნიშნავს თითქმის გარანტირებულ სიკვდილს. და როცა ახლა საუბრობენ იმაზე, რომ პუტინმა შეიძლება მობილიზაცია დაიწყოს. აქამდე რატო არ დაიწყო? არ უნდა, არ ჭირდება არმია და არ ჭირდება ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალა, ძალიანაც ჭირდება. მაგრამ ეს არის უდიდესი პოლიტიკური რისკი. ის რაც ვნახეთ ჩვენ პემზაში, შეიძლება გამეორდეს მოსკოვში, შეიძლება გამეორდეს პეტერბურგში, შეიძლება გამეორდეს ნოვოროსიისკში, ყველა ნებისმიერ ქალაქში და ნებისმიერ სოფელში გამეორდეს, იმიტომ რომ რეალურად ახლა ვინც ფრონტზე იბრძვის, ეს ეგრეთ წოდებული გლუბინინა რო დროს თვითონაცაც ეძახის, ხო? რაც რუსეთის ღრმა რეგიონებიდან მოხიკული ეს ეგრეთ წოდებული ბომჟები. ეს ბომჟები რეალურად თავდება. ახლა თუ მობილიზაცია იქნება ძირითადად უნდა მოკიდოს ხელი და დიდი ქალაქებიდან ეგრეთ წოდებული მილიონნიკებიდან წაიყვანოს ხალხი, ხო? ამას შეიძლება იმხელა ტექტონიკური ძვრები გამოიწვიოს რუსეთში. არავინ არ იცის რა მოხდება მეორე დღეს. მაგიტო არ აცხადებს პუტინი დღემდე მობილიზაციას, იმიტომ რომ რისკი გაცილებით მაღალია, რომ მისთვის ფატალურად დამთავრდეს ეს. და სანამ ფრონტი ასე თუ ისე უჭირავს, ყველა ხერხით ეცდება რომ მობილიზაციას თავი აარიდოს. უბრალოდ ხა თუ არჩევანი დაუდგა ფრონტის ჩამოშლასა და მობილიზაციას შორის, ალბათ აიჩევს ბოლოს მობილიზაციას, მაგრამ ეგ დიდი ალბათობით მე უკვე დაგვიანებული იქნება. ეგ ხო იცი როგორ ხდება? აი ცუდი ამბავის გადადება რო ხდება, ხო? აი ექიმთან რო არ მიდიან, აი ძიმე სენი დაავადებული ადამიანები რომ აი ექიმთან აღარ მიდიან, აი ბოლო მომენტში რომ მიდიან, ექიმთან უკვე აზრი რო არა აქვს. დაახლოებით ეს ჭირს ახლა პუტინს, რომ აი გარდაუვალის გადაავადებას ცდილობს და მოუწევს მაგ გადაწყვეტილების მიღება იმ მომენტში, როცა უკვე ან ძალიან გვიგიან იქნება, ან უკვე აზრი აღარ ექნება. ანუ ასეთ სიტუაციაში მოკლედ პუტინს რაც კარგი სვლები ჰქონდა ყველაფერი მოხდა მისთვის 2025 წელს. ტრამპი აირჩიეს, გამოვიდა და ზელენსკიზე თქვა რომ დიქტატორია, რომ მას არ აქვს კარტები, იქ თეთრსახში დაპირისპირება იყო, უკრაინას დახმარება შეუჩერა, რამდენიმე კვირით გვახსოვს ჩვენ რომ საერთოდ სადაზვერო ინფორმაციასაც კი არ აწვდი და დიდი ზეწოლა იყო ზელენსკიზე რომ ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებაზე. მოკლედ პუტინისთვის გაიცისკრა, მოკლედ აი გაცისკრაო რო იტყოდნენ ჩვენ ბავშვობაში. აი ხო აი ეგ დაემართა პუტინს 2025 წელს და სულ თავიდან რასაც ვლაპარაკობდი, რომ რაციონალი აღარ აქვს ამ კაცს. აი ეგ არ მბავია. ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ შენ გეთანხმები, რომ რისკებია, რომ ეს ხალხი სახში რო დაბრუნდეს, ან ფრონტზე ვინც არის, ხა რისკი არის, პოლიტიკურ-სოციალური რისკი სერიოზულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, რასაც ის იღებდა, იმდენად მისთვის კარგი ვარიანტი იყო სანქციების მოხსნა, ეკონომიკის გაჯანსაღება. ხო, ფაქტიურად აღიარება იურიდიულად და დანარჩენ ტერიტორიებზე რაღაც ხნის მერე. ხო, მაგას ალბათ არავინ არ დათანხმდებოდა, მაგრამ ეგ არ იყო მნიშვნელოვანი. ამერიკა დათანხმდებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა შეიძლება დათანხმებულიყო, მაგრამ ევროპა მაგას არ აღიარებდა, უკრაინა მაგას არ აღიარებდა. რეალურად ეს ტერიტორიები იქნებოდა რუსეთის შემადგენლობაში პუტინის სიკვდილამდე, ასე იქნებოდა, მაგრამ ესეც კარგი ვარიანტი იყო მისთვის. და მithumetes როცა სანქციების მოხსნა მოხდებოდა და ეკონომიკაც ცოტა წამოიქაჩებოდა, ხო? რეალურად გამარჯვებული გამოდიოდა. ანუ ტიპმა დაიწყო აგრესიული ომი მეზობელ სახელმწიფოში 2021 საუკუნეში და მას ეს ყველაფერი შერჩა და პლუს დაჯილდოვდა. აი ეს ვარიანტი ქონდა მას 2025 წელს და მან ეს ვარიანტი ხელიდან გაუშვა. იმიტომ რომ რაციონალურად ვეღარ აზროვნებს. და ახლა რაც ცუდი ხდება, რაც ცუდი შეიძლება მოხდეს პუტინის თავს, ყველაფერი ხდება. აბსოლუტურად ყველაფერი და ეს სიტუაცია მართლა რაღაც კიდე ერთი გაცისკრა თუ არ მოხდა და ზეციური სასწაული თუ არ დაეცა თავში პუტინს, ეს სიტუაცია აღარ შეიცვლება. ეს არის შეუქცევადი ჯაჭვური რეაქციაა დაწყებული უკვე, როცა ერთ ცუდ ამბავს მეორე ცუდი ამბავი ემატება. ფრონტზე ხო მეტი ახალი ვერაფერი ვერ მოხდება. რა უნდა მოხდეს? თუნდაც ხვალვე რო გამოაცხადოს მობილიზაცია და ხმარო არავინ ამოიღოს რუსეთში და 300-400,000 თუნდაც 9 მილიონი ადამიანი მოაბილიზოს. რა მნიშვნელობა აქვს 9 მილიონი ადამიანზე? უბრალოდ მეტი დრონი იქნება საჭირო
რომ ეს ხალხი გაანადგუროს, თორე რა შეიძლება ისე 2-3 კაციანი ჯგუფებით მოუწევთ სახლიდან სახლზე პერებეჭკებით სიარული, ხო? სხვა ვერაფერი ვერ მოხდება. რამე თვისობრივად ახალი თუ არ მოიგონეს, სანამ დრონები არიან გაბატონებული, ერთი მხარისთვისაც და მეორე მხარისთვისაც, 2-3 კაციან ჯგუფებზე დიდი ქვედანაყოფი ავტომატურად ნიშნავს ამ ქვედანაყოფის განადგურებას. გინდა 9 მილიონი კაცი გეყენოს ზუგში და გინდა 2 მილიონი. რა მნიშვნელობა აქვს? ზუგიც არ არსებობს. ხო, ნუ დავანებოთ მაგას, თავი, აი დავუშვათ შეკრიბა, ხო, ეს 9 მილიონი და 2 მილიონი კაცი. რა უნდა უყოს ამ კაცს? ჯერ უნდა თითი უნდა ჩააცვას, დაახუროს, ახლა რო თავის ფულით ყიდულობენ ეს ეგრეთ წოდებული კონტრაქტნიკები, ყველაფერს აღჭურვილობას გარდა ფორმისა, დაანჩეს ყველაფერს თვითონ რო ყიდულობენ. მერე მოუწევთ რომ ამ ხალხს თვითონ უყიდონ, იმიტომ რომ ახლა ფულს ბაგდენი აღარ აქვთ, რომ ფული გადაუხადონ და გარდა ამისა ბლინდაში უნდა ჩასვას, უნდა აჭამოს, წყალი უნდა დაალევინოს, ბენზინი უნდა მიიტანოს, რომ დიჟოკი დაქო ქონდა რაღაცა ზამთარში გათმენ და ბენზინის მიტანას პრობლემა. მოკლედ, ლოჯისტიკური დიდი პრობლემა ამ ხალხის მობილიზებას და მით უმეტეს, როცა ამ ხალხის მობილიზება თვისობრივად ახალ რაღაცა ნახტომისებურ წინსვლას რუსეთს ვერ მისცემს. შეიძლება ფრონტი დაასტაბილუროს და ისევ იგივენაირად დაუშვათ ერთი წლის წინ რაც რა ტემპითაც მიდიოდა წინ იმ ტემპით სვლა გააგრძელოს, მაგრამ რაღაცა რო თქვა რომ აი დიდი რაღაცა სტრატეგიული გარღვევა იქნება და ხვალ ზაპოროჟიაში იქნებიან, ეგ არის არარეალური რამდენი მილიონი კაცის მობილიზაციაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ფრონტი და დღევანდელი ტექნოლოგიები არ გაძლევს მაგის საშუალებას. პირველი მსოფლიო ომის სიტუაცია, როდესაც შეტევითი ტექნოლოგიები და თავდაცვითი ტექნოლოგიების პარიტეტი დამყარდა, ერთმანეთს ათანაბრებდნენ და აი ვერნანაინოდ ვერ მიდიოდ ტანკების ანალოგი გამოჩნდა. ტანკებმაც არაფერი არის, კილომეტრ-ნახევარი პირველ ბრძოლებში, თორემ მე არა უდიდესი ბრძოლები რო აიღო, ბრძოლები რო აიღო, აი ვიკიპედიაში შეხვიდე, პირველი მსოფლიო ომი არის, აი ეს პირდაპირ ვერდენი, სომა, პაშენდეილი. წიგნი დაწერა გაც მაგას, დასავლეთის ფრონტი უცვლელიო. ხო, და არაფერი უამრავი ადამიანი, 100,000-ობით ადამიანი კვდებოდა დაახლოებით 300 მეტრის წინსვლისთვის. მეც ვერ მიდიოდი და ეგა ოღონდ მართლა ორივე მხარესაა, როგორც შენც სწორად აღნიშნე, ეგრეთ წოდებული რუხი ზონა, რომელიც არავის მიერ არ კონტროლდება, აი ეს რუხი ზონა ფართოვდება. რეალურად რაზეც იყო საუბარი, დემილიტარიზებული ზონა. რეალურად უკვე მართლა არსებობს 30-40 კილომეტრია დაახლოებით, სადაც დიდ შენაერთს ვერ გააჭაჭანებს ვერც ერთი მხარე, უბრალოდ რადგან უკრაინა თავდაცვაშია და წინ არ მიდის, ამიტომ უკრაინა გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაშია და ეხლა ხან იყო სხვათა შორის სტატია დანაკარგებზე. დანაკარგები თუ კი ადრე იყო 3-1-თან, ნუ სამწუხაროდ მაინც საკმაოდ მაღალია, ანუ 3 მოკლულ რუსე, 1 მოკლული უკრაინელი მოდიოდა და ეხლა მიაღწია 8-1-თან. იმდენად შეუსაბამოდ და უაზროდ უტევენ რა. საცოტა კვეთის ნიშანია ეგ ზუსტად. კი, მაგრამ აი რაც შენ საუბრობ, მოდი მომდევნო იმაზე რო გადავიდეთ, რა შეიძლება იყოს რეალურად აი ზავის თუ მშვიდობის საგანი, აი სად დასტაბილურდება ორივე მხარის სად შეხვდება ერთმანეთს ორივე მხარის მაქსიმალისტური მოთხოვნები და შენიათ რამდენად პოლიტიკურად სტაბილურად გრძნობს თავს პუტინი. ნუ გასაგებია რომ ისე სტაბილურად ვერ გრძნობს თავს, როგორც დავუშვათ 2014-ში ყირიმის ოკუპაციის მერე. თუ გახსოვს მაისურები რო იყიდებოდა ვიეჟლივე люди და რაღაც დანჩენები არ მახსოვს პუტინი და ეს მწვანე კაცუნები და ასე შემდეგ რა ნისრიკენ ნაშ ისკანდერი კიდე ეგეთი მახსოვს. ხო, და აი რამდენად სტაბილურია დღეს პუტინის სისტემა, პუტინის რეჟიმი. იმიტომ რომ ეს ხო მართლა პირდაპირ კავშირშია იმ ომთან და ამ ომს ვერ არასრულებს. მოდი ესე ვთქვათ, მე არ მჯერა რომ რამენაირი სამშვიდობო შეთანხმება ამ ეტაპზე შეიძლება დაიდოს. მათ შორის დროებითი ზავით? მათ შორის დროებითი ზავით. მშვიდობა მაინც გრძელვადიანი ზავი დროებით. არათუ დროებითი ზავის არ მჯერა, მე არ მჯერა რომ საჰაერო ზავი მაინც კი დაიდება. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ამ წუთას აწყობს ენერგეტიკული ობიექტების არ დაბომბო. ამ წუთას პუტინს აწყობს, რომ საჰაერო ზავი დაიდოს. ყველაზე მეტად პუტინს აწყობს, უკრაინაზე მეტად. უკრაინაში რეალურად პუტინი რასაც აკეთებს, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ხო? და ნუ ახლა რა თქმა უნდა 1-2 წარმატებული მოხვედრაც არის იქ რაღაცა შეიძლება სამხედრო ობიექტს მოხვდეს და ახლა ომია და რუსები მართლა ის ხო არ არიან რაღაცას მოარტყამენ ბოლო-ბოლო რა. ხდება ასეთ რაღაცები, მაგრამ რასაც უკრაინა ახერხებს, ხო? რუსეთის სიღრმეში ამ უკრაინა მეთოდურად ანადგურებს ამათ ენერგეტიკას და ლოგისტიკას. კი, ლოჯისტიკას ანადგურებს, ენერგეტიკას ანადგურებს, ყირიმი ფაქტობრივად იზოლაციაში ექცება უკვე. ამ სიტუაციაში პუტინისთვის მისწრება უნდა იყოს საჰაერო ზავის გამოცხადება.
ის ამზავს არ გამოაცხადებს. იცი რატო არ გამოაცხადებს? ერთადერთი რაც შეუძლია ახლა მსოფლიოს უთხრას წეგანა დასაწყისში ვერ აქვს. ის არის ბევრად დიდი არამზადა, ვიდრე ევროპელებს და ცივილიზებულ მსოფლიოს წარმოუდგენია. მხოლოდ ამის ჩვენება შეუძლია მას უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვით. მეტი საჩვენებელი რა აქვს? კონსტანტინოვკაში ორი ქუჩის იქეთ ვინ დგას და აქეთ ვინ დგას. ეგ ვის აინტერესებს? მაგითი ვის მოხიბლავ და ვის მოაქცევ შტაბ-შტილების ქვეშ, ხო? ვერავის. მაგიტომაც მოხდა ზედ ნატო სამიტის წინ უკრაინის დაბომბვა ზედიზე და ორჯერ. რომ მეჩვენებინა რომ ნახეთ, მე შემიძლია მშვიდობიანი მოსახლეობა გავანადგურო, მე შემიძლია კორპუსები ჩამოვშალო კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ. ამის ჩვენება შეუძლია და გონია რომ ვინმე მივა და ეტყვის რომ იცი რა გეყოფა ხალხის ხოცვა ჩვენ ყველაფერზე დაგთანხმდებით. ეს არის ილუზორული სამყარო, სადაც ის ცხოვრობს. ოღონდ ეს არ არის ხათაშორის ეს ვარიანტი იმუშავებდა გეყოფა ხოცვა დაგთანხმდებით. ამ ვარიანტმა იმუშავოს და 2008-ში 2014-ში ევროპის მხრიდან ევროპა შეშინდა რომ მოდი აი ერთი ბარტყი გადაუგდოთ, აი ძალიან უხეშად მაგრამ ლოგიკა იქ იყო მართლაც, რომ აი იქნებ გაჩერდეს. ეხლა პრობლემა იმაშია, რომ ამათ რო უყურეს პოლონეთი თუ გერმანიაც კი ხვდება, რომ ეს თუ აქ არ გააჩერეს, ისევ დაიწყებს ახალ ომს და დაიწყებს უკვე მათ ტერიტორიაზე. ხადი, ან მათ ტერიტორიას თუ არ დაიწყებს, ახალი სადმეც გააჩერს ხელკერას და ისევ ევროპის თავის ტკივილი იქნება და ისევ ცივილიზებულ სამყაროს. სულ ყაზახეთს შეუტიოს. რა, ევროპის თავის ტკივილი არის, ან აზერბაიჯანს რო შეუტიოს, რახან ალტერნატიული კორიდორები გადის აზერბაიჯანიდან მომავალი, ხო? თუ უკრაინაში ზავი დამყარდა და რაღაცა საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. ეს არ არის ევროპის თავის ტკივილი, არ იქნება, რა თქმა უნდა, იქნება და გახდება. ამიტომ ყველაზე ესმის გადასარევად, რომ ეს კაცი აღარ არის რაციონალური, ერთადერთი რაზეც ფიქრობს მხოლოდ არის საკუთარი ფიზიკური გადარჩენა და საკუთარი თავი ძალიან უყვარს და უნდა და გონია რომ 150 წლამდე იცოცხლებს. ზოგი ერთები აქაური როგორც იტყვიან აბორიგენებივით. ეხ ხო ყველა რაღაცა დიქტატორს ბოლოს უჩდება განცდა რომ სამყარო მხოლოდ მის ირგვლივ ტრიალებს და მხოლოდ ის შეიძლება იყოს ამ სამყაროში და მერე იწყებენ რაღაცა უკვდავების ელექსირების ძევნას. ჰიტლერიც ესე ეძებდა, პუტინიც ესე ეძებს, ბევრი ყოფილა კიდე სხვა მართველი, რომელსაც იგივე ნდობებია. ჰიტლერს ანენერბეხ ჰქონდა და აგერ ჩვენსაც ალეკო ჰყავს ცინცაძე რა. ხო, ანუ ასტროლინგვისტიკა. კი, ყველას უჩდება რაღაც მომენტში განსტა. ანუ რატო იცი, მე მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ სამყარო შეიძლება ანუ ისინი შეიძლება დასრულდნენ რაღაც მომენტში ფიზიკურად, ხო? აღარ იყვნენ ცოცხლები ფიზიოლოგიურად ახლა ვერ იცხოვრებ, ხო, სამუდამოდ. და სამყარო შეიძლება არსებობა გააგრძელოს. ხვდები? მათ ეს ვერ წარმოუდგენიათ საკუთარ თავის ეგო იმ ხელაზე აქვთ გაბერილი, რომ ეს ვეღარ წარმოუდგენიათ და ეძებენ მერე უკვდავებას. ხო და რას მოვაყოლე ხა ეს ამბავი? პუტინის ძალაუფლებას რაც შეეხება და სტაბილურობას. როცა რაღაც ფორუმზე სხედან ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მართველი და გვერდზე უზის ეროვნული ბანკის მართველი და ისინი კამათობენ ერთმანეთში პროცენტულ სტავკაზე და როცა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის მართველი ამბობს რომ ყველას გვინდა ამ ომის დასრულება, ესე იგი საყველიაში ყველაფერი მთლად კარგად არ არის. და უკვე ვიღაცები ბედავენ, მათ შორის ესე საჯაროდ რაღაცების თქმას. და მან უბრალოდ რა მომენტია, იცი, ალტერნატივა არ ჩანს. როგორც კი ალტერნატივა ვიღაცა შეიძლება გამოჩნდეს, ხო? ვისაც რეალურად ექნება იმის ძალაუფლება, მაგიტომ ამბობ უცნობ პოლკოვნიკზე. სულ არ არის საჭირო 100,000-ები პუტინის ძალაუფლების ჩამოსაშლელად. საკმარისია პრიგოჟინმაც აჩვენა მათ შორის, რომ საკმარისია რამდენიმე 1000 კაცი, რომელსაც აქვს გადაწყვეტილება მყარად მიღებული, რომ ძალაუფლება ამ კაცს ჩამოართვას. და მათი გამჭირებელი არავინ არ არის, მხოლოდ მაყურებლები იქნებიან. გახსოვს როსტოვში რა ხდებოდა, ტაშისკურა რო იყო და რაღაცა მისამება და ევკუროვი რო ესე ჩესტზე დაუდგალა მის პრიგოჟინს, კი, გაგაგოს. რა ქვია, ჩეჩნეთიდან წამოსული კადიროველები რომ საცოლში მოხვდნენ. როსტოვთან მოხვდნენ საცოლში შუქნიშანზე. კი. ხო, ანუ რეალურად რა მოხდება, იცი, რაც მოხდა მაგ დროს 2023 წელს. როცა რამდენიმე, რა ქვია, რომელიღაცა ქალაქის სოციალური სამსახურები, სოციალური კი არა, უბრალოდ კომუნალური სამსახურები დადგებიან კონკრეტულ გზებზე და ორი ცალი ექსკავატორით დაიწყებენ გზის გადათხრას, როგორმე რო გააჩერონ მოსკოვისკენ მიმავალი გაბრაზებული ჯარისკაცები. გახსოვს აქ ქალაქთან იყო სერპუხოვთან ხდებოდა ეგ ტულამ
მან კიდე საინტერესო რა არის იმ სცენარში ხა შენი ძახი პოლკოვნიკები საერთოდ არა საჭირო რუსეთს აქვს დიდი ისტორია სახელმწიფო გადატრიალებების, როდესაც მაგათად პავლე პირველი რომ მოკლეს და ანუ მის შვილი გახდა მე იმპერატორი, არაფერი ტაბაკერკა ჩაარტყეს რა საათუთუნი. ანუ უფრო ნაკლებად ძალადობრივი გამოსავალიც არსებობს კაცო. ეგერე ხრუშოვი იმაზე დაჩაზე გამოკეტეს და ეგრე დამთავრდა ხრუშოვის ძალაუფლება. ხო, ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე ხან მისკენ რომ უფრო ეს აუცილებლად მოხდება. უბრალოდ რაც უფრო მეტი დრო გადის, ამის შანსი სულ უფრო იზრდება. ანუ პუტინის თავზე რომ დამოკლეს მახვილია დაკიდებული, ეს უკვე ფაქტი არის. არა აუცილებელი რომ დამოკლეს მახვილი აუცილებლად იმოქმედოს, მაგრამ ამის შანსები ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. ნუ ხა რასაც ვაწყობთ, ძირითადი პრობლემები რა არის? ენერგოს სექტორი, კერძოდ ნავთობ გადამამუშავებელი სექტორი იმდენ დიდ დარტყმების ქვეშ მოექცა, როგორც წერენ 42%-ია შემცირებული ბენზინის გამომუშავება, ნავთობი ხო უნდა გარდაქმნა, ბენზინი და ძირითადად ურტყამენ ნავთობ გადამამუშავებლებს. მივედით სიტუაციამდე, რომ რუსეთი ყიდულობს დღეს ინდოეთიდან ბენზინს და ინდოეთმა ეს ბენზინი გააკეთა რუსეთიდან ნაყიდი ნავთობიდან. თან რუსეთისგან ინდოეთი ყიდულობს ნავთობს ძალიან დიდი ფასდაკლებით და ბენზინს ყიდის საბაზრო ფასით. ასევე ბოლო დღეებში რაც დაიწერა მარტო პირველი პარტია იაპონიიდან იყიდეს საავიაციო საწვავი 200,000 ბარელი, რომელიც რამდენიმე ქვეყნით გადის იაპონიიდან სამხრეთ კორეაში, შემდეგ რამდენიმე გადამყიდველი ტრეიდერით გადის რუსეთში, ან ფასნამატი წარმოიდგინე რამდენი ექნება ეხა მაგას დამატებული ქვეყანა რომელიც ცნობილი იყო თავისი რაღაც ენერგო რესურსებით, რაც ჰქონდათ, ხო, ნავთობი, გაზი და ამ შემდეგ და დღეს შემოაქვს ინდოეთიდან თავისივე ნავთობი ფაქტობრივად. მერე ამას რა დაემატება ყველა ვარიანტში ლოგისტიკური პრობლემები, მათ შორის დაუშვათ ყირიმში სურსათის შეტანის თემაც ხო დადგება, სურსათი და ლოგისტიკა პირდაპირ აწყობილია ბენზინზე. ბენზინის გარეშე რა უნდა გააკეთო? როგორ უნდა ჩაიტანო, სად უნდა ჩაიტანო და ნუ პლუს ეკონომიკა ორთქმავლებს და ეკონომიკას აი ყველაზე ოპტიმისტური და რეალისტური გათვლებითაც 2027-მდე უნდა გაეკაჩა რუსეთის ეკონომიკას. და ახლა 2024-შივე ეს უკვე ჩანდა რა, იმიტომ რომ ის სცენარები ხა ზედმეტად ოპტიმისტური რომ აიმე და რუსეთის სანქციები ჩამოშლის და რაღაცა, ეგ იმთავითვე მხარი. ქვეყანა ახლა ეკონომიკის ესე ჩამოშლა ნახევარწელში არ ხდება. კარგად დაგროვილი ქონიც ჰქონდათ, მოდი ესე ვთქვათ, იმ ფულის სახით, რაც მიღებული ჰქონდათ ეგ წოდებულ სუხე წლებში. 2022 წელს ყველაზე სარეკორდო გაყიდვები ჰქონდათ ნავთობის. კი, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი გროვდება, ხო? აი ყველაფერი ამაზე მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი 2027 წლისთვის თუ მანამდე რუსეთი რაღაც ზავზე არ წავიდა, ალბათ დაგროვდება და აი ხა ვერც მე გავიზიარებ იმას, რომ აი ბუთქავს სად მაინც და მაინც, მაგრამ ამის ალბათობა იზრდება. ხო, ჩვენ ხო ალბათობებზე ვსაუბრობთ, ხა ჩვენ ხო გულთმისნები არ ვართ აქ და რაღაც შამანები არ ვზივართ და ყავაზე არ ვკითხავთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რისკებზე ვისაუბროთ, ხო? რაღაცა რისკი არსებობდა X რისკი, დღეს არის 2X ან 5X, ხო? მხოლოდ ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ და ვიმჯეროთ, ხა ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ რა მოხდება და გადაწყვეტილად რა მოხდება. უბრალოდ რაღაცის შანსი თუ იყო 2022 წელს რაღაცა 10%, ახლა შეიძლება იყოს 25 ან 50%, ხო? ამაზეა საუბარი უბრალოდ, ოღონდ ეს ჩამოშლა არ იქნება რაღაცა ნელი ლპობა რო არის, ხო იცი, აი იმპერიები რო ნელ-ნელა ლპებიან ხოლმე. ესე არ მოხდება. ახლა ისე არის მოჭიმული ზამბარა, რომ ეს ჩამოშლა ისე სწრაფად მოხდება, შეიძლება საღამოს რა ვიცი, ფეხბურთის ყურებისას ჩაგვეძინოს, დილას გაგვეღვიძოს და საერთოდ სხვა სამყაროში გაგვეღვიძოთ თუცა. ეს შეიძლება მართლა მოხდეს. ახლა შეიძლება რთული დასაჯერებელი ადამიანისთვის რომ ესე როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისეთი იმპერიები დაშლილა და ისეთი ეკონომიკები და ისეთი ქვეყნები ჩამოქცეულა ესე თითის გატკაცუნებაში, რომ აი რუსეთი იმასთან შედარებით არაფერი არ არის. რუსეთის დაშლა რატომ უნდა იყოს წარმოუდგენელი იმ ადამიანებისთვის და იმ ხალხებისთვის და იმ თაობისთვის, რომელიც მოესწრო ან მამამისი მოესწრო პირობითად საბჭოთა კავშირის დაშლას. საბჭოთა კავშირი იმდან მონოლითური ჩანდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს გამოსულია სიტყვით ჯორჯ ბუშ უფროსი, რომ ხალხო რა დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი ცნობილის გამოსვლა კიევში, ხო,
ეს ყველასთვის მოულოდნელობა იყო და რუსეთი ამ ფონზე საერთოდ არ არის მოულოდნელი და პლუს თუ გავითვალისწინებთ რომ ეგ ეთნო რესპუბლიკების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ამ ეთნო რესპუბლიკებში ძალიან მაღალია დანაკარგების რაოდენობა სხვა არაპროპორციულად მაღალი რომ განმარტო მაყურებლისთვისაც ეთნიკური რუსები დაუშვათ პროცენტულად ოღონდ რაოდენობრივად და პროცენტულად გასწრებით ნაკლები არიან შეიძლება მკვდარი ვიდრე ეთნიკურად ბურიატები ან ეთნიკური დაუშვათ რავი თათარები ან ბაშკირები და ასე შემდეგ. ხო რაც აბსოლუტურად ახსნადი ამბავი არის. იმიტომ კი არა რომ პუტინს რაღაცა ბურიატები არ უყვარს. არა, თავარია დიდ ქალაქებს არ შეეხოთ. მოსკოვს, პეტერბურგს და კიდევ რამდენიმე. რისთვის მიდის ეს ხალხი ხო ომში? ხო იდეოლოგიის გამო ხო არ მიდის და მართლა რაღაცა კონსტანტინოვკა ხო არ არის მათი ცხოვრების მიზანი. მიდიან იმიტომ რომ ფული გააკეთონ. ფული ვის უჭერს ახლა მოსკოველისთვის, რომელსაც 100 და 120.000 რუბლი აქვს ხელფასი, 200.000 რუბლით ვერ გააკვირვებ და ვერ აიძულებ რომ სასწორზე შეაგდოს მისი ცხოვრება, მაგრამ სადღაც ბურიატიაში ირმებს რო დაძდევს კაცი და მწყემსავს და 15.000 რუბლი აქვს ხელფასი და უცებ თავში ეცემა 2 წლის ხელფასი, ის დაფიქრდება უღირს თუ არა სიცოცხლის გარისკვა, იმიტომ რომ იმ ხალხს ძირითადად ცხოვრებას ხელი აქვს ჩაქნეული, ვინც იქ მიდის რა. ეს არის ისეთი ხალხი, ვისაც არც ცხოვრებაში არაფრის იმედი არ აქვს. ძირითადად გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხა ძალიან მცირე პროცენტი რაღაცა. ის მასა, რომელიც აქამდე ფულით ახიკეს, შეიძლება ვიღაცა იდეოლოგიითაც მიდიოდეს, ფულით ვინც ახიკეს, მათი უმეტესობა არის ხალხი, რომელსაც ეს ფული ძალიან დიდი ფულია. კი და ეს ხალხი ცხოვრობს რეგიონებში, ხო? მოსკოვში არ ცხოვრობს ხა. ეგ ბუნებრივად ეგრე ხდება, ხო? მოსკოვში გაცილებით ნაკლებია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ღარიბია და გაცილებით მეტია სადღაც ბურიატიაში ან რა ვიცი მე, კალმიკიაში ან სადღაც, ხო? ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავია და მაგიტო წეღა როცა ამბობდი რომ მობილიზაცია რო დაჭირდეს მოუწევს დიდი ქალაქებიდან ხალხი წაყვანათქო მაგიტო ამბობდი იმიტომ რომ იქ ვინც წამსვლელი იყო და წაყვანილი ყავთ უკვე ყველა იმ რეგიონებიდან ახლა მოუწევთ ეგრეთ წოდებული მილიონიკებიდან ხალხის წაყვანა და ეს არის ძალიან ფეთქებად საშიში სიტუაცია ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს სიტუაცია შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა და შეიძლება გაგრძელდეს 2 წელი ეგ არავინ არ იცის უბრალოდ ერთი კვირის თავზე იქნება თუ 2 წლის თავზე ჩამოშლა თუ მოხდება იქნება მომენტალური და ეს არ იქნება რაღაც ნელ-ნელა დეგრადაცია ეს მოხდება დავიძინებთ გავიღვიძებთ და საერთოდ სხვა სამყაროში ვიქნებთ აი ესე მოხდება ძალიან დიდი ალბათობით ლევან რუს ზეტნიკებს და პროპაგანდისტებს თუ კითხულობ, ოღონდ როგორებს, იცი, აი, შედარებით დამოუკიდებლებს. ჩემს საყვარელ საქმიანობას. ხო, მეც ძალიან ვუზი ვარ ამ რუს ზეტნიკებს და დამოუკიდებელი ტიპები ვინც არიან, ყველა ღია დაფიქსირებს, რომ ეს ომი და ზოგადად უკვე პუტინის მთელი ეს 25 წლიანი, 26 წლიანი პერიოდიც უკვე ცუდია საბოლოო ჯამში რუსეთისთვის უკვე ვერანაირ პლუსებს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ 90-იანებში პუტინი მოვიდა დაუშვათ სტაბილურობის დაპირებით, რაღაც იქ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გადახაზა და ჩეჩნეთი დაამარცხა და ასე შემდეგ და უკვე ხშირად უყურებენ როგორც აი პირობითად ჩინეთის აგენტს, როგორც ლენინი იყო გერმანიის აგენტი, ისე უყურებენ ამასაც. და რო ავიღოთ აი ეს მეზობელი ქვეყნები რა, შენი აზრით ვინ როგორი ხეირა და მათი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რა შეიძლება იყოს? ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, მაგალითად, რომელიც რუსეთთან ახლა ერდოღანის და პუტინის ურთიერთობა არა, მაინც იავარდით მოფენილი. ხადი არ არის და ვერც იქნება და არასდროს არ ყოფილა. რაც შეეხება პუტინის ჩინეთის აგენტობას, ახლა რო ჩამოთვალო არგუმენტები, ახლა რა თქმა უნდა ხუმრობ ჩვენ ამაზე რომ ჩინეთის აგენტია, თუმცა არგუმენტებით ესე რომ დავიწყოთ საუბარი, ხო? ძალიან ისე წონიანი არგუმენტებია, ხო? ტიპი მოვიდა 2000-იანების დასაწყისში, როცა იყო პიკზე ნავთობის ფასები, ხო? აი ეგრეთ წოდებული დარმაოი ფული გაუჩნდათ რუსებს. და ქონდა ძალიან ბევრი ფული, შეეძლო ქვეყანა აეშენებინა, ამ დროს რა გააკეთა? ეს ფული, რაც იშოვა რუსეთმა ნავთობის გაყიდვით და უფასო ფული, მართლა უფასო ფული რაც არის, ეგ არის უფასო ფული. დახარჯა
იმაში რომ რაღაცა შეიქმნა მითიური არმია, რომელიც ნახევარწელში ჩამოეშალათ ლამის სანამ მობილიზაცია არ გამოაცხადეს. მთელი ეს საბჭოთა კავშირის ნაგროვები ტექნიკა ჩააწვინა უკრაინულ სტეპებში. იმ ქონების, დაგროვებული ქონების მილიარდების, 300 მილიარდი დაუტოვა დასავლეთს. ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებიდან თუ ვინმე რაღაცა ორ ფეხზე იდგა და ლოთობიდან ლოთობას შორის რაღაცა ჭკუა მოეკითხებოდა და ხელში იარაღის დაჭერა შეეძლო, ყველა ფრონტზე არის წასული. დისკაუნტით ყიდის ნავთობს ჩინეთზე და ეხვეწება რომ იქნება და გასადენი გავაკეთოთ და მაგაზეც ფასდაკლებას გაგიკეთებთ და ჩინეთი ხო ჩინეთი ეუნება რომ ეგრე არ გვაწყობს ძმაო. ანუ დაასუსტა ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონები. რეალურად ახლა ჩინეთი კი არა ვინც არ უნდა იყოს კაცო, ჩინეთი კი არა ხვალ რომ ლატვიამ და ესტონეთმა მოინდომონ მოსკოვში ჩასვლა, ისე ჩავლენ რომ იქ იმ ფრონტის ხაზზე რა საზღვარზე მაგათი გამჩერებელი არავინ არ იქნება იქ, გარდა FSB-ს წვევამდელებისა, რომლებიც ახლა ვახსოვს უკრაინამ კურსკის ოლქში როგორ წამოასხა ცხოვრებივით, ხო? ათობით ეგრეთ წოდებული წვევამდელი, რომელიც ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხო? ამიტომ მეცინება ხოლმე ამ ფონზე როცა ამბობენ რომ აი უკრაინა ბოდიში რუსეთი ნატოს დაესხება თავს, ვინ უნდა დაესხას ნატოს თავს? რომელი ხალხი უნდა დაესხას თავს? ნატოს თავს დაესხას კი არა, ბელარუსი აგერ, რომელიც რუსეთს ეხმარება 2022 წლის დასაწყისიდან, ხო, მის ტერიტორიიდან შეიჭრა. ბელარუსის ლუკაშენკო ამას წინ რომ გამოვიდა და ზელენსკის რო ბოდიშს უხდიდა, ეგ კი არ იყო მთავარი. ზელენსკის რო ბოდიშს უხდიდა. მან მთავარი იყო ის, რაზეც ილაპარაკა მან. და ოღონ ეგ ვის ელაპარაკებოდა? ჩვენ კი არ გველაპარაკებოდა. პუტინს ელაპარაკებოდა, რომ ჩემი ომში ჩათრევა, ძმაო, შენთვის არის ცუდი. იმიტომ რომ ჩემი ჯარი ვერაფერს ვერ დაიცავს. დამატებით 1500 კილომეტრი ფრონტი გექნება დასაცავი და ჩემ ინფრასტრუქტურას გაანადგურებენ უკრაინელები ორ დღეში. სიმართლე უთხრა. მაგაზე კარგად ვერც ერთი ეგრეთ წოდებული სამხედრო ექსპერტი ან რაღაცა ანალიტიკოსი ვერ ეთყოდა პუტინს, რაც ლუკაშენკომ უთხრა თავისი პირით. სად უნდა შეიჭრას რუსეთი, ან რა უნდა გააკონტროლოს. შესაბამისად, ყველაფერი გააკეთა პუტინმა, რომ რუსეთი ყოფილიყო ისეთი სუსტი, როგორც არასდროს არადა რეალურად. პუტინს შეეძლო, რომ რუსეთი ექცია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ევროპაში. დაეგროვებინათ დიდი სიმდიდრე, რუსები ყოფილიყვნენ გაცილებით უფრო წარმატებულები, უფრო მდიდრებიც, მათ შორის მიმზიდველები გამხდარიყვნენ მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც, უკრაინისთვისაც, მათ შორის საქართველოსთვისაც კი. და აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც, რომლებიც ისედაც რუსეთთან სიმპათიებით იყვნენ განწყობილი, ხო, ბოლო პერიოდამდე და ახლა კი ვხედავთ ჩვენ რასაც აკეთებს ფაშინიანი და რასაც აკეთებს იგივე ალიევი, სადაც ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ჩასული, ხო? ანუ ყველა აი მკეთროვანებით გაურბირს ამ რუსეთს. და ეს ყველაფერი პუტინმა გააკეთა. მე ხო არ გამიკეთებია და შენ ხო არ გაგიკეთებია. ქვეყანა, რომელსაც ასობით მილიარდი ქონდა, უფასო ფული ნავთობიდან და გაზიდან და ალმასებიდან და ოქროდან გაყიდვით შემოსული, ხო? რომელიც შეეძლო დაეხარჯა სოციალურ განვითარებაში, სკოლების აშენებაში, ინფრასტრუქტურაში, გზა რო არა აქვს და მოსკოვს რო გაცდები, ტალახი და გრუნტის მეტი არაფერი რო არის და ერთი ხიდი ვერ აუშენებიათ, რომ ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში გადავიდნენ, ხო? და ტრილიონი დახარჯეს ომში, ტრილიონი. წარმოიდგინე ამ ტრილიონად რა ვიცი მე 4 ავტობანს გაიყვანდნენ ციმბირამდე და უკან დაბრუნდებოდნენ კიდე ხო და ფულიც დარჩებოდათ 1.5. ანუ ეს ქვეყანა რომელიც შეეძლო ყოფილიყო ბევრად წარმატებული მათ შორის მიმზიდველი უკრაინელებისთვის და ვის ანადგურებს რეალურად რა ტერიტორიას ანადგურებს ხო პუტინი ანადგურებს იმ ტერიტორიას სადაც მართლა ეთნიკური რუსები ცხოვრობდნენ და უკრაინელებიც ეთნიკური უკრაინელებიც ვინც ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე რუსულენოვანები იყვნენ ხო ყველაზე ახლოს რუსეთთან მენტალურადაც და ენობრივი ბარიერის მხრივაც კულტურულადაც აი ეს ხალხი იდგა ვინც დღეს გააქცია პუტინის არმიამ დონბასიდან ხო მაგაზე ახლობელი პუტინს დავაიდავანებოთ რუსეთს მაგაზე ახლობელი ხალხი ხო იქ ვინც ცხოვრობდა რუსეთს არ ყოლია და პუტინმა მოახერხა ის რომ ეს ახლობელი ხალხი აქცია მოსისხლე მტრად რუსეთის მტერის მეტი ვინ გააკეთებდა ამას როგორ შეიძლება ან რუსეთის მტერი ან ყოლად არაადეკვატური და რა ვიცი მე რა შეიძლება ეწოდოს ეგეთ მართველს ხო ეგეთი მართველი
მართლა პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოიშორო ხო ხელისუფლებიდან ახლა წარმოიდგინე ჩვენ რო გადაგვემტერებინა რა ვიცი მე ფერეიდნელი ქართველები აგერ აზერბაიჯანში რო ჩვენი ქართველები ცხოვრობენ გურჯები რომლებიც ტრანზიტის მიდამოებში ცხოვრობენ ანუ ყველაზე ახლობელი ხალხი გადაინტერა თან როგორ ყველაზე ცუდი ფორმით შეიჭრა და ხალხს მოუკლა საკუთარი შვილები დედები ცოლები აი ესე ანუ თაობები გავა და ეს ხალხი იქნება ყველაზე მეტი მოზიზღე რუსი ეთნოსის აი როგორ იყო იცი 2014 წლამდე ნუ რამდენი კილომეტრი აშორებს ხარკოვს და ბელგოროდს 40 კილომეტრია თუ 20 კილომეტრს და არ მახსოვს ახლო არიან პირობითად რო აიღო ზესტაფონი ქუთაისი არა მარშრუტკები დადიოდა 2014 წლამდე უკრაინელს და რუსს მაქსიმუმ სადაო ქონდა თუ რეალურად და ხა რაღაც ზე ნაციონალისტურ 1%-ს არ აიღებ ან ერთ ქვეყანაში ან მეორეში რეალურად სადაო ქონდათ აი ბორში უკრაინული იყო თუ რუსული პრინციპში მეტი არაფერი სადაო არ იყო ზედმეტი გაბუქების და გაზვიადების გარეშე და აქ მართლა იქამდე მიიყვანა სიტუაცია რომ ეგ ომი როდესაც არ უნდა დასრულდეს რეალურად ომი ხალხის გონებაში არ დასრულდება ერთი რამდენიმე თაობა და რუსულენოვანი რეგიონები ან რეგიონები სადაც ეს რუსული ენის პოპულარიზაცია საერთოდ არ იყო პრობლემა ეგ არის ერთ-ერთი რუსი პროპაგანდისტი წერდა რომ პოკროვსკის მერი ომამდე პოკროვსკის მერი იყო ცნობილი ანტიმაიდანელი რა ცნობილი ანტიმაიდანელი იყო ზელენსკის დროს იყო მერი ომი სამ დაიწყებოდა პოკროვსკის მერი იყო და აი ეგეთ ხალხს დაუნგრიეს ქალაქები დაუნგრიეს ცხოვრება გაუნადგურეს ოჯახები და ეხლა რატომღაც ილუზია გაწუხებდეს რომ ამის მერე რაც უნდა ჩვენ მე და შენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ ერთი რავი ერის შვილები ვართ და ამ შემდეგ მაგრამ რავი ეგეთ რაღაცა ერთმანეთს რო გაუკეთოთ არ ამგონია რომ ერთ ენაზე ლაპარაკი მე რამე გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ჩვენს ურთიერთობაში ხო და ამას რუსეთის წრის გარდა მართლა ვერავინ იზამდა მაგრამ ეს უკვე არის ის ზიანი რომელსაც უკან ისე რუსული ნათქვამი რო გამოვიყენოთ фарш не провернуть обратно უკან ფარს ვერ დაატრიალებ რა ეგ შეუძლებელია რომ ესე მოხდეს ჩვენს კონტექსტში მინდა კითხო ამ ყოველფრის მიუხედავად მაინც ველოდი ცოტა რაციონალიზმს რუსებიდან 2024 წელს თუ გახსოვს შენ იყო რაღაც დაპირებები რომ აი აფხაზებთან, ოსებთან, ასე შემდეგ დაალაგება ბოდიშს მოხდები და ძალიან ქართული ოცნების მომხრეებში იყო რაღაც ეს ილუზიები რომ ზუსტად ორ კვირაში დაუმთავრეს ეს ხო ორ კვირაში დაუმთავრეს და ის ცნობილი ლავროვის განცხადება რომ ორ კვირაში მოუყომარეს, მაგრამ ეხლა რაც ხდება ამ ბოლო დროს რა პრაქტიკულად სამხრეთ ოსეთის მიერთებაზეა საუბარი არ გამიკვირდება რომ ხვალ გამოაცხადონ რომ ნუ ცხინვალის ერთ-ერთი რეგიონული ცენტრია რუსეთის რა არა აფხაზეთიც მაგრამ აფხაზეთი უფრო რთულია იმიტომ რომ აფხაზეთში საკმაოდ ძლიერია რაღაც ანტირუსული განწყობები და სამოქალაქო საზოგადოება მოდი ესე ვთქვათ ცხინვალი აქ პრაქტიკულად დაუნიშნეს ტიპი ჩემი აზრით მართლა უბრალოდ ერთი გუბერნატორი შეცვალეს მეორე გუბერნატორიც სიმართლე დაინტერესებს. იმიტომ რომ ეხლა ბოლო პერიოდში გუბერნატორების შეცვლები რუსეთში მოდაშია პუტინმა ბევრი შეცვალა მათ შორის იგივე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ეხლა აფხაზეთში დანიშნა ელჩად დანიშნა. ხო, ანუ ჩემი აზრით ეგ არის თუმცა ახლა ვერ გამორიცხავ რომ რუსეთმა ფაქტობრივი და იურიდიული ანექსია მოახდინოს ხო და მიიერთოს რეალურად ცხინვალის რეგიონი. ამას ვერ გამორიცხავ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ერთია რომ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს და რეალურად მეგობრების გარეშე ვართ დარჩენილი და ხმის ამომღები არავინ არ არის. ჩვენ არ ვიღებთ ხმას თვითონ, ჩვენ უშინ გულისხმობ რა თქმა უნდა იმ ძალას, რომელიც რეალურად ხელისუფლებას აკონტროლებს, ხო? ანუ ოფიციალურ თბილისი არ ამბობს არაფერს. და მით უმეტეს მეგობრების გარეშე რო ხარ დარჩენილი, ყურადღებასაც არავინ არ მოგაქცევს. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ფაქტობრივი მიუხედავად იმისა ახლა ცხინვალის რეგიონს პუტინის რუსეთი დაარქმევს სამხრეთ ოსეთის ოლქს რუსეთის შემადგენლობაში თუ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას როგორც დამოუკიდებელს ჩვენთვის ფაქტობრივი მოცემულობა რეალურად ხო არ იცვლება. ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი რუსეთი აღარ იქნება ფორმაში და დამარცხდება ამ ომში
იქნება ყველაზე დიდი შანსი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ხო? მათ შორის იგივე იმ ხალხთან ლაპარაკებითაც, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხა სამხრეთ ოსეთში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, თულია თქმა, ალბათ იქ ვიღაცა ადგილობრივი ვიღაცა თემის ბელადებს თუ დაელაპარაკები და ვიღაცა უბნის ბირჟაზე მდგარ ადამიანებს, ხო, სოფელში რო ჩადიხარ და იქ ვინ არის თქვენში თავი კაცი, აი ეგეთ ხალხს თუ დაელაპარაკები, მაგრამ აფხაზეთში რა თქმა უნდა გაცილებით მეტი მათ შორის პოლიტიკური მოძრაობებიც არის და იქ ჩვენ აქციებიც გვინახავს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის საკმაოდ მაღალი ანტირუსული კანდიდატი, რუსეთი რომ ხარს არ უჭერდა ეს კანდიდატი. რეალურად მაგ ხალხთან ჩვენ ლაპარაკი მოგვიწევს, აუცილებლად, ოღონდ მაგ ლაპარაკს აზრი ექნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი აღარ იქნება ფაქტორი მათ შორის არც საქართველოში და არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მანამდე სტატუსი რა ექნება ცხინვალის რეგიონს, ჩვენ არ გვიცვლის მთავარმოცემულობას. ჩვენი ტერიტორიები არის ყველა ვარიანტში ოკუპირებული. მიუხედავად იმისა, რუსეთი რას არქმევს ამას. მაგრამ მეორე ამბავია, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება რო ქვია, ამაზე გატრონულია. ხმას არ იღებს. აი ეგ არის პრობლემა. და როგორ არის გატრონული, იცი? რომ მოუნდეს ხმის ამოღება. კაციშვილი არ აყავთ, რომ ტელეფონი აიღოს და ვიღაცას დაურეკოს, რომ აი რაღაცა ამას აპირებენ და იქნება რაღაც განცხადების დონეზე, მაინც გვერდში დაგვიდგეთ, ხო? იგივე სიტუაცია მაგალითად მოლდოვაში, ხო? ნესტისპირეთი აქვთ ოკუპირებული რუსებს და ნუ იქ ადგილობრივ მაფიოზებს, ხო? ნესტისპირეთის პრობლემებზე მაია სანდუკი ელაპარაკობს მარტო. ევროპა ლაპარაკობს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო ლაპარაკობს. საქართველოზე სამწუხაროდ აღარ ლაპარაკობს არავინ. ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ და სხვაებიც არ ლაპარაკობენ. ერთი ზელენსკი მახსენდა რამდენიმე თვის წინ თუ არ ვცდები, რომ მათ შორის ყირიმის დეოკუპაცია და დონბასის დეოკუპაცია ნიშნავს ავტომატურად ნესტისპირეთის დეოკუპაციას, აფხაზეთის დეოკუპაციას და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციას. და ეს რეალურად მართლა ასე არის. და როცა დასაწყისში თქვი გადაცემის, რომ რეალურად ჩვენ მორალურადაც და მორალურად იმიტომ რომ ბოროტიებძვის კეთილს მართლა ასე შავ-თეთრი იშვიათად არის ხო კონფლიქტები. როცა ხდება კონფლიქტები, ძირითადად თავს და ბოლოს ვერ გაუგებ ხოლმე. მაგრამ ასეთი შავ-თეთრი იშვიათად არის კონფლიქტები. და ეს არის მორალური ფაქტორი და მეორე არის პრაგმატული. სულთა პრაგმატულად რა ზელენსკიმ თქვა ეგ არის. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება გადის რუსეთის დამარცხებაზე. და როცა აქ სხედან პროპაგანდისტები და ლაპარაკობენ თურმე რომ რატო არის უკრაინის დამარცხება, ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. ხვდები ამ ხალხს რა დონეზე აქვს მოშლილი მორალური კომპასი. ახ სხვა ყველაფერს დავანებო თავი. ანუ ადამიანის ზიხარ და ხელისუფლებაში ხარ, ხო? ან ხელისუფლებას ემსახურებ. რა მნიშვნელობა ფაქტიურად ხელისუფლებაა ისიც, ხო? ახლა რა სხვაობა პროპაგანდისტი იქნები თუ რაღაცა ბრძანებაზე ხელს მოაწერ, არაფერი არ იცვლება, მაგით ხელისუფლების ნაწილია. შანსი გააქვს შენი მართლობის პირობებში, შენ სიცოცხლეში მოხდეს შენი ქვეყნის გამთლიანება. და აი ეს გამთლიანებული ქვეყნის მერე ევროკავშირში შესვლა. ამას მეტი რა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში. აი მე და შენ რა შეიძლება გავაკეთოთ ამაზე უკეთეს. აი რა მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ ფეხბურთში? ესეც არ არის მაგაზე უკეთეს. ვერ გავხდებით, მაგრამ ვერაფერი ვერ იქნება მაგაზე უკეთეს. ხო, ამაზე მაგარი რა შეიძლება დატოვო შენ შთამომავლობაში, რომ შენი შვილთაშვილი რო გამოვა და იტყვის რომ მე ვარ რაღაცა გვარი, მე ვარ იმის შვილთაშვილი. და პატივის სცენ შენ შვილთაშვილს იმის გამო, რომ შენ ეს გაკეთებული. და ამას რა გირჩევნია, იცი? სახლში აუზი, რომელშიც წყალი გექნება ჩასხმული. და 200 კვადრატი წყნეთში ან საგურამოში. აი ამაზე ცვლიან საკუთარ სახელს ისტორიაში. ხვდები რა დონეზე მოშლილი აქვს მორალური კომპასი? აი ეგეთი ხალხი ყავს დღეს, ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ესეთი ხალხი ყავს ამ ისტორიულ მომენტში, რომელიც შეიძლება დადგეს დღეს ან ხვალ. არავინ არ იცის, ეგ შეიძლება 2 წლის მერე დადგეს, მაგრამ ყველა ვარიანტში ჩვენ სიცოცხლეში მოხდება ეს და მოხდება მალე. და ამ ისტორიულ მომენტში ყავს ხალხი, რომელიც საკუთარ აგარაკზე, აუზზე უფრო მეც ფიქრობს, ვიდრე ქვეყნის გამთლიანებაზე და ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობაზე. აი ეგ არის ჩვენი უბედურება. ნუ რა გითხრა, ისე სხვაშორის ირონიულია, რომ მე-20 საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ორივეჯერ რუსეთის დასუსტება დაშლასთან იყო დაკავშირებული. ნუ საბჭოთა კავშირიც რუსეთის სახეცვლილი ფორმა იყო, ხო ახლა მეტი ხო არაფერი არ იყო, რომელიც ძირითადი ჩვენ ხო ბედი არ გვაქვს. რუსეთის დაშლაზე გადის. ხო შეიძლება ბრიტანეთის დაშლაზე გასულიყო. გაცილებით ბედნიერები ვიქნებოდით ალბათ. იმიტომ რომ ბრიტანეთის დაშლის მერე რომ
ქვეყნებს აქვს დამოუკიდებლობა მიღებული, მაგდენი არავის არ აქვს. მაგრამ გაცილებით შეიძლება უკეთეს რეგიონშიც ყოფილიყავით და უკეთესად მეცხოვრა, მაგრამ ნუ რას იზავ ხა? ეგ ტერიტორიებს არჩევენ და სამშობლოს არჩევენ. ხო არ ეგეთი სამეცნიერო ტერმინია ფანტომური ტკივილები რა და იმპერიებსაც აქვთ ფანტომური ტკივილები და მართლა ბოლო შემორჩენილი იმპერიაა რუსეთი. ამ სახითაც კი, იმიტომ რომ რუსეთი აი დღევანდელი რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც ერთიანი არც იდენტობა, გვერდს იდეოლოგია შექმნეს, კომუნიზმი იდეოლოგია მაინც იყო ერთიანი რა. რუსეთი პირობითად რო ავიღოთ ახლა რუსეთში მართლა მადიდებლობა ვერ და არ იქნება გამაერთიანებელი იდეოლოგია, დემოგრაფიაც რო ავიღოთ, ხო? პირიქით ისლამურ რეგიონებში არის ზრდა და რეალურად მართლმადიდებლური მოსახლეობა, ეს რუსული, სლავური მოსახლეობა მცირდება, პლუს ამას ემატება ის, რომ რეალურად ეს სლავური მოსახლეობა ამათ არც რელიგია არ აქვს რა, ეს ეკლესიურების რიცხვი აქვს რეალურად ქრისტიანების გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე პროპაგანდა ამას გვიხატავს. დანარჩენი რა რუსული ენის ირგვლივაც ვერ გაერთიანდები, იმიტომ რომ თუ უსმენ ახლა რამზან კადიროვის რუსულს და რავი, ნებისმიერ რავი, ხაბიბის რუსული თუ მოგისმენია, დიდად პუშკინი ვერ აღფრთოვანდებოდა რა და შესაბამისად მართლა იმპერია, სადაც ბურიატი, იაკუტი და დაღესტნელი რატომღაც ერთ იმაში არიან და საერთო არაფერი არ აქვს ერთმანეთთან გარდა რუბლისა. და ეს რუბლიც სანამდე გაქაჩავს. უბრალოდ ნუ დაგეთანხმები იმაში, რომ ეს სანამდე გაქაჩავს, ხო შეიძლება წლები იყოს. კი, რა თქმა უნდა. და იმედი არა 10 წლეულები. არა, 10 წლეულები არ იქნება. ჩვენ სიცოცხლეში მაგ დღეს მოვესწრებით, როცა რუსეთი არ ვიცი ხა რა ფორმით შენარჩუნდება, ალბათ მე მირჩევნია რომ იქ რაღაცა შეუმდგარი სახელმწიფოს მაგივრად რაღაცა ცივილიზებული სახელმწიფო იყოს. კიდევ ერთხელ ტერიტორიას ვერ გაიქცევთ, ჩვენ ვერ მოვკიდებთ ხელს საქართველოს და ვერ გადავიტანთ წყნარ ოკეანეში, ხო? აქ უნდა ვიცხოვროთ და იძულებული ვართ მეზობლებად ყავდეს ეგ ხალხი. ამიტომ ჩვენი ინტერესია, რაც უფრო მეტად ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება. გვინდა არ გვინდა მოგვიწევს ურთიერთობა, სხვა გზა არ აქვს. ტერიტორია არ გვაძლევს სხვა რამის საშუალებას თორემ ხა ჩვენ რო ვიყოთ სადღაც ჩვენც არის ადგილას შეიძლება საერთოდ დიდი ალბათობით მე და შენ არ ვიჯდებოდით აქ და 1 საათიან გადაცემას არ მიუძღვიდით რუსეთის პრობლემებს ხო არ დაგვაინტერესებდა დიდად მაგრამ გვიწევს ხო მაგათთან ურთიერთობა და ამიტომ გვირჩევნია რომ რაღაცა გაურკვეველი შეუმდგარი სახელმწიფოს ნაცვლად იყოს გარკვეული ნორმალური ქვეყანა უბრალოდ ეს ნორმალური ქვეყანა თითქმის შეუძლებელია რომ დიდი არეულობების და შიგნით რუსეთში სისხლის გარეშე მოხდეს. მათ რუსეთს სად გაუმართლა იცი? საბჭოთა კავშირის დაშლა თითქმის უსისხლოდ მოხდა. ამხელა იმპერიის დაშლა მოხდა თითქმის უსისხლოდ, რაც არ ხდება ხოლმე, როგორც წესი. 200 მილიონიანი იმპერიისთვის და ქვეყნისთვის ძალიან ხო, ლოკალური კონფლიქტები იყო, ჩვენთვის იყო დიდი დანაკარგი, თორე პირობითად დაშლის პროცესი, როგორც უკრაინა, ბელორუსმა და რუსეთმა გაიარეს, ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას და დაიშალა. ბოლო საბჭოთა რესპუბლიკა რომელი იყო, იცი? არ მახსოვს. ყაზახეთი იყო ბოლო საბჭოთა რესპუბლიკა ყაზახეთი არ გავიდა ბოლომდე და საბჭოთა კავშირი ოფიციალურად იყო რაღაც მომენტი ყაზახეთი და ნუ ბოლოს რაღაც აი სუფრასთან მარტო რო დარჩები ეგეთი სიტუაციაში გაიჩით რა ბაიკალურის იმაზე იყო და დასაშვები კოსმოსური ხომალდი არა სხვათა შორის ეგ კიდე საინტერესოა კრიკალიოვი იყო ეგეთი კოსმონავტი საბჭოთა კავშირში დაიშალა მაგ დროს და დღემდე რეკორდი აქვს ტიპ წელიწად ნახევარი იყო იმიტომ რომ გაფრინდა ერთი სამშობლოდან საბჭოთა კავშირიდან და იქ მეორე სამშობლო უკვე აღარ იყო როდესაც კოსმოსში იყო მაგ დროს დაიშალა რა ტერმინალი ხო მაგრამ კრიკალიოვის რეკორდი მოუხსნელია წელიწად ნახევარი ადამიანი კოსმოსში იმიტომ იყო რომ უკან ვერ ბრუნდებოდა ვერც ყაზახეთში ვერც რუსეთში და ჩამოვყალიბდეთ ვარიანტი ქონდა ხო ეგეთი ქვეყანა არის და ეგეთი ქვეყნის ბედი და ეგეთი იმპერიების ბედი როგორც წესი არის ძალიან სისხლიანი და რუსეთს მაგას ვამბობდი რომ გაუმართლა 90-იანებში ამას გადაურჩა მე კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია იყო ის რაც ხდებოდა მაგრამ ამხელა იმპერიის ფონზე ეს არის მაინც ლოკალური კონფლიქტები ხო გაცილებით სისხლიანი დაშლები გვახსოვს ისტორიაში და ახლა ისეთ დღეშია რომ დიდი ალბათობით ამას ვეღარ გადაურჩება რაც მე საერთოდ არ მიხარია სიმართლე თუ გაინტერესებს კი არ მიხარია იმიტომ რომ რაც ეგამ თქვი მირჩევნია რომ გვერდზე მყავდეს დალაგებული მეზობელი ვიდრე ადამიანი რომელიც ნაჯახით დაძდებს ცოლ-შვილს ხო შენს და მეც ალბათ ეგეთი მეზობელი გვირჩევნია ადამიანს რომელიც დრო დათვრება ცოლს ცემს და ნაჯახით დარბის ხო მაგრამ უდაოდ
არ გამოდის ამ ხალხისგან, სანამ რაღაცა ეტაპებს არ გაივლიან, არ გამოდის უბრალოდ ცივილიზაციის შესვლა, ხო? რეალურად რუსეთის მენტალობა ახლა არის ყველაზე კარგ ვარიანტში მე-16, მე-17 საუკუნის მენტალობა, ყველაზე კარგ ვარიანტში. და წინ აქვს 3 საუკუნე. 300 წელი აქვს გასავლელი. ახლა მე იმედი მაქვს რომ 300 წელი არ დაჭირდება და მე მოვესწრები რომ ჩრდილოეთით რო გავიხედავთ ხელს არ ავიფარებთ ესე და ვიღაცა ნორმალურები შეიძლება ცხოვრობდნენ. მაგრამ ამის დიდი შანსია თქო რომ ვთქვა მოგატყუებ. თუმცა მირჩევნია რომ ეს 300 წელი გაიარონ 20 წელიწადში. გასაგებია, მოგეთ შენამობ რომ ამათგან სალამური არ გამოვა. ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვარ განწყობილი და პროგნოზები კარგი არ არის. დიდი მადლობა ლევან, მადლობა საინტერესო საუბრისათვის, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, გამოგწევთ YouTube-ზე და გამოგყავით სოციალურ ქსელებში.